რევას ინანიშვილი მირანდუხტ მაღაზიაში 3 განყოფილება იყო. 3 გამყიდველი მუშაობდა. 2 ქალი, მარო და მარგალიტა, ერთიც კიდევ კაცი, გერონტი. შემოვიდა პატარა გოგონა. იქნებოდა 10 თუ 11 წლისა. გერონტის განყოფილებასთან მივიდა, მოხუც ქალს კითხა. ბოლო თქვენ ბრძანდებით? მე ვარ შვილო. გოგონა მორჩილად გაჩერდა მის უკან. რიგი დიდი არ იყო. 5 თუ 6 კაცი. არც ბევრ-ბევრს ყიდულობდნენ. სწრაფად მიიწევდნენ წინ. მოხუცმა ქალმა ააწონინა 9 კილო ძეხვი მოყვარულთა. 200 გრამი ყველი რუსეთული. გამოართვა 1.42 კაპიკად ღირებული მდოგვი. გერონტიმ მარჯვედ ჩამოყარა კოჭების ანგარიშოზე და მოხუც ქალს უთხრა. 2.80. მოხუცმა ქალმა 3 მანეთიანი მიაწოდა. 2 მანეთი და 61 კაპიკი, თქვა პატარა გოგონამ. როგორა? წინ წამოიწია გერონტი. 2 მანეთი და 61 კაპიკი, შვიდად გაიმეორა გოგონამ. გერონტი შეშფოთდა. შენა გოგო, რას გეტყვი იცი? ვიცი. რა იცი რა? რადა 2 მანეთი და 61 კაპიკი და არა 80. გერონტი საანგარიშოს ეცა. მანეთი და 45 ძეხვი, 2-ჯერ 37 ყველი, 42 მდოგვი, 2 მანეთი და 61 კაპიკი, თქვა ისევ გოგონამ. აწითლებულმა გერონტიმ საანგარიშოს კოჭები უკან გაყარა და ხელახლა დაიწყო ანგარიში. 2 მანეთი და 61 კაპიკი გამოუვიდა. ცოტა სწრაფად დაიძახა ბოლოდან სათვალიანმა კაცმა. გერონტიმ ხნიერ ქალს ხურდები მოუკრიფა და გოგონას მიაჩერდა. შენ რა გინდა ისა თქვი? ნუ მიწყრებით, უთხრა გოგონამ. გერონტი აიმართა. გოგონას დააკვირდა. ერთი სიფრიფანა გოგონა იყო, მქრქალ ცისფერთვალებიანი და ცოტა ცხვირაპრეხილი. მარცხენა ხელში ბადურა ეკავა, მარჯვენაში 5 მანეთიანი და კარაქის ტალონი. ძალიან მშვიდად იდგა. მიბრძანე რა მოგართვა, მორჩილება გაითამაშა გერონტი. მომეცით 250 გრამი ძეხვი, 200 გრამი ყველი, შვეიცარული, 1 ტალონისაც კარაქი. გერონტი მიწვალა და ძლივს შეასრულა ზუსტად 250 გრამად ძეხვი, მერე 200 ყველი. კარაქს აწონა არ უნდოდა. დაფასუებული იყო. 200 გრამად, 3 ცალი მიაწოდა გოგონას. საანგარიშოს მიწვდა, ფრთხილად ჩამოყარა კოჭები, გაუბედავად თქვა. 3 და 70. 3 მანეთი და 67 კაპიკი. ვახ, კაცო, წამოიძახა გერონტიმ. ისევ დააპირა ანგარიში, გადაიფიქრა, მომეცი შვილო რამდენიც გინდა და წადი. სამუშაო მაქვს მე. აიღეთ 3 მანეთი და 67 კაპიკი. გერონტიმ ზუსტად დაუბრუნა ხურდა. გოგონა წავიდა. ყველანი უყურებდნენ. ხომ პატარა იყო და სიფრიფანა. რაღაც ქალბატონურად მიდიოდა. წელში გამართული, სწორი ქერათმა ცხენის კუდად ჰქონდა შეკრული უკან. დედა ეყოლება მაგას ჩემს მტერს, თქვა კომოდივით განიერმა ქალმა. შვენიერი გოგონაა, ჩაილაპარაკა ვიღაცა. როგორ? არავინ ამოიღო ხმა. მე შვილი მყავს, მაგაზე დიდი, თავს მაღლა ვერ ააღებინებ, უფროსებთან, გვერდზე მდგომს ეუბნებოდა თითქოს რაღაც ტვირთით მხრებდამძიმებული ჭაღარა ქალი. ჩემს გოგონასაც. აღზრდაა ყველაფერი. გერონტისთვის ჯერაც არ გაევლო სიბრაზეს. ხელები უკან კალებდა. კარგი მაშინ ვიქნებოდი, სულაც რომ არ მიმეცა არაფერი. რატომ გზავნიან მაღაზიაში მაგოდენებს? დედა არა ხავთ, მამა არა ხავთ? არასცალიათ. კარგით რა არასცალიათ. თან საქმე ამხანაგებო, თან საქმე, დაიბოხა ვიღაცამ ხმა.
და აი იმ დღიდან დაიწყო. გამოჩნდებოდა გოგონა და გამყიდველი ქალები, მარო და მარგალიტა სიცილით ამცნობდნენ გერონტის. მოდის გერონტი, მოდის. გერონტი იხტიბარს არ იტეხდა. მოვიდეს და მოვიდეს. მაგრად დადექი. მაგისტანები მინახავს, მაგრობდა გერონტი, მაგრამ მაინც ეტყობოდა ძალიან ღელავდა. გოგონას პლასტმასის წითელი ბადურა ყოველთვის მარცხენა მკლავზე ეკიდა. გრძელი, ფარფარა ქვედატანი სანახევროდ უფარავდა წვივებს. კი არ მოდიოდა, მობრძანდებოდა, სულ არატოკებდა მხრებს. შემოვიდოდა მაღაზიაში, შემოანათებდა, თითქოს და არაფრის მეტყველ თვალებს, გამყიდველი ქალები გაცქაფულები იყვნენ. აინტერესებდათ, ახლა რა მოხდებოდა. გოგონა გერონტისთან მივიდოდა, გაჩერდებოდა მშვიდად. მომეცით 360 გრამი ძეხვი. დაიწყო ახლა, ხელებს უმწოოდ ჩაუშვებდა გერონტი. მარო და მარგალიტა უკვე ციცილით იგუდებოდნენ. თქვენ სასწორს 10 გრამიანი დანაყოფებიც აქვს. 360 გრამი ძეხვი, 230 გრამი ყველი. კარგი რა გოგო, კარგი, ან 200 თქვი, ან 300. სადისტი ხარ, რა ხარ? სადისტი რას ნიშნავს? წვალებელს, მტარვალს, ხმას უწევდა გერონტი. გმადლობთ, დავიხსომებ ამ სიტყვას. მარო და მარგალიტა ცხვირსახოცებს ეძებდნენ, ცრემლების მოსაწმენდად. გერონტი წვალობდა, აწონაზედაც წვალობდა, ანგარიშითაც ვეღარ ანგარიშობდა, რას რამდენი უნდოდა. გოგონა კარნახობდა. გერონტი უსინათლოსავით ართმევდა ფულს, კანკალით უბრუნებდა ხურდას და გოგონა რომ წავიდოდა, ნიად გამოცლილი ჯდებოდა. ვახ, კაცო, ზოგი რამ რუდე ვარსკვლავზე დაებადება დედას. წინ საფრის კალთას იდებდა დაცვარულ შუბლზე. მარო და მარგალიტა ურჩებდნენ. სხვაგან უნდა გადახვიდე გერონტი, თორემ აქ რაღაცა დაგემართება. დამემართა და ეგ არის, ვეღარაფერს ვანგარიშობ, მეჩვენება რომ სულ მეშლება. ეგ მოფსრიტული კი თვალსაც არ დაახამხამებს, ნამდვილი ჯადუ აქვს თვალებში. გავიდოდა 2-ოდე დღე. დამშვიდდებოდა გერონტი და ისევ გამოჩნდებოდა გოგონა. ისე მშვიდი ქალბატონივით შემოდიოდა მაღაზიაში. გერონტი საბრძოლო პოზაში დგებოდა. მარო და მარგალიტა სეირის საყურებლად ემზადებოდნენ. გოგონა იწყებდა. 360 ეს, 280 ის, 130. გერონტი მთლად მოსაწყლდებოდა. მოდი რა მუქთად წაიღე ყველაფერი. მუქთად რატომ? დედა არა ყავს, დედა მოვიდეს შენ მაგივრად. დედა სხვა საქმეები აქვს. მაშინ გავიგებ რომ სკოლაში სწავლობ და ჩემი ფეხით მივალ დირექტორთან. როგორც გენებოთ. მაგრამ გერონტის აღარ დასჭირდა სკოლაში წასვლა. წავიდა ერთ დღეს გოგონა და წავიდა. აღარ გამოჩენილა. თითქმის 2 თვეს. მარო და მარგალიტა ულოცავდნენ გერონტის. გადარჩი, გერონტი, გადარჩი. გერონტი აღარაფერს ამბობდა. ის კი აშკარად ეტყობოდა, დამშვიდდა, სახეც დაუმშვიდდა, თითქოს უფრო სუფთადაც იპარსებოდა, სუფთადაც იცვამდა, ჰალსტუხის გაკეთებაც კი დაიწყო. ლამაზად ივარცხნიდა ჭაღარა თმას, მყიდველებთანაც უფრო თავაზიანი გახდა. 1-2 მოატყუეს მარომ და მარგალიტამ. მოდის, მოდისო. გერონტი წითლდებოდა, მერე რომ ნახავდა ატყუებდნენ, წელში სწორდებოდა. მოვიდესო. შემოდგომის თბილი დღეები ზამთრისპირის ცივმა დღეებმა შეცვალა. დაუბერა ქარმაც. ქუჩები ჩამოცვენილი ფოთლებით აივსო. მეეზოვეები ლანძღავდნენ ქარს. ერთ დილას კი ქარი რომ ჩადგა, თოვლიც წამოვიდა. მოფარფატებდნენ ბრტყელი ფიფქები, მაგრამ ძირს ეცემოდნენ თუ არა, დნებოდნენ. დაი ამ თოვაში გამოჩნდა გოგონა. თბილი გრძელი პალტო ეცვა, თბილი ნაქსოვი ქუდი ეხურა, თითქმის წარბებამდე ჩამოწეული. თბილი, მაღალყელიანი ფეხსაცმელებით ისე მშვიდად მოაბიჯებდა, მხრებს არ მოატოკებდა. გერონტიმ რომ გოგონა დაინახა, მაშინვე გაწითლდა.
მაგრამ მაინც გაიღიმა. მარომ და მარგალიტამ დაიძახეს. ძვირფასი სტუმარი გვესტუმრა. გოგონამ ქალებს მქრქალი ღიმილით გახედა და გერონტის მიუახლოვდა. გერონტი რაღაცას წონიდა, მაგრამ სასწორს კი არა, გოგონას უყურებდა და უღიმოდა. როგორ აბრძანდებით? მოიკითხა გოგონა დიდივით. გოგონა უღიმოდა გასაოცარი, ლამაზი ღიმილით. გასაოცარი ლამაზი ტუჩკბილი ჰქონდა. გასაოცარი ლამაზი კეთილი თვალები. რაღაც ნათელი ედგა მთელ სახეზე. თქვენ ხომ კარგად? მე ავად გახლდით. კუნთრუშა მქონდა. ახლა კარგად ვარ. ვახ, წამოიძახა გერონტიმ. აკი არ მიკვირდა? რა გიკვირდათ? რომ აღარ ჩამდით? აღარ გაწვალებდით? არა, ეს რა წვალებაა? შენ კარგად იყავი და ეგეთი წვალება რა წვალებაა? დღეიდან სულ კარგად მოვიქცევი. ადრეც რა? რით იქცეოდი ცუდად? გოგონას ეცინებოდა. მარო და მარგალიტა სახტად დარჩენილები იყურებოდნენ. დღეს მომეცით 200 გრამი შვეიცარული ყველი, 200 გრამი ძეხვი. სერვილადი მაქვს. გერონტიმ დახქვეშიდან სერვილადი გამოიღო. თან იცინოდა. 260 გრამი აღარ გინდა, ან 197? არა, აღარ არის საჭირო. იცინოდა გოგონაც. ვახ, ეგრე ცოტას რომ ჭამ, იმიტომ ახარ გამხდარი. ჩემი გასუქება არ შეიძლება. ისედაც გოგონამ ლოყები დაბერა. რატომ? ბალერინა უნდა გავხდე. ვახ, ოპერაში? თუ კი შევძლებ ოპერაში. შენ რას არ შეძლებ? გერონტი წელში გაიმართა. თუ რამე ისეთი იყოს, მე ნუ მომერიდები. მე აქა ვარ. გმადლობთ. გოგონა ქვემოდან შეჰყურებდა და უცინოდა. აი რა კარგი ბრძანდებით ახლა. აღარ მიმართოთ აღარავის წყრომით, მით უფრო ქალებს. მე? წყრომით? გოგონამ ლამაზად გახვეული ყველი და ძეხვი ჩანთაში ჩაიწყო. ხელები მაღლა ასწია და ღიმილით წავიდა კარისკენ. კართან მისულს გერონტიმ დაუძახა. სახელი რა გქვია, სახელი? მირანდუხტ. ესე იგი მირა. არა, მირანდა? არა, მირანდუხტ. ვახ. გოგონამ ისევ ასწია ლამაზი ხელი და თითების ქნევით გავიდა თოვაში. მარო და მარგალიტა ცხვირჩამოშვებულები იდგნენ. შესვენებაზე მცირე ტაბლას რომ მიუსხდნენ, ქალები და გერონტიმ თქვა. რა არის ადამიანი? ხომ მაბრაზებდა ეგ გოგო? მაბრაზებდა, მაგრამ თანაც მაფხიზლებდა. რაც ეგ გამოჩნდა, აშკარად დავინახე ჩემი გოგონების ნაკლოვანებები. ცეცხლის კალოში ვაყენებ, ან სიარული ისწავლონ, ან თავდაჭერა. მეცა ვზივარ და სულ ვანგარიშობ. მარომ და მარგალიტამაც აღიარეს. გენიალური გოგოა და ერთად ჩააწეს პურები ქონიან ტაფაში. ნამდვილი გენიოსი. როგორ ანგარიშობს? ხო იცით, მანქანასავით რატატატატა და ზუსტად. იმ დღიდან დიდი მეგობრები არიან მირანდუხტი და გერონტი. გერონტის რაღაცები აქვს ხოლმე გადანახული მირანდუხტისთვის. ერთი ეგ არის, ჯერჯერობით ვეღარაფერი მოაწონა. მირანდუხტი ისევ იმას ყიდულობს, რაც დახლებშია გამოწყობილი. და კიდევ ერთიც. გერონტის უნდა თავის გოგონებთან მიიპატიჟოს მირანდუხტი. ნახალოვკაში. ვერ კი გაუბედავს. გერონტის ხის სამსაფეხურიანი პატარა სახლი უდგას, პატარა ბაღში. მირანდუხტი კი ასე ეჩვენება, სულ მარმარილოს კიბეებზე დაბრძანდება აღმა-დაღმა და მომხიბვლელად უქნევს შემხედრებს პატარა ლამას ხელს. როგორია ასეთი გოგონას ნახალოვკაში სტუმრობა?